ლეიკემიასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 14 ივნისს აღინიშნება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით ზესტაფონში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა. 18-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებმაც სურვილი გამოხატეს უანგაროდ გაეღოთ სისხლი მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, რეგისტრაციის გავლის შემდეგ პროცესში მონაწილეობდნენ. დღის მანძილზე მათთან ქუთაისის სისხლის ბანკის თანამშრომლები მუშაობდნენ. სისხლის უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში ჩვენ ვესტუმრეთ დღეს ზესტაფონის მერიას. ნახოთ, იმედი გვაქვს, რომ დიდი აქტივობა იქნება და ჩვენი მხრივ პროფესიონალურად ყველაფერს საქმეს კარგად გავუწყობთ. წარმატებულ დონაციას გისურვებთ ყველას. დონორ შეუძლია იყოს 18-დან 65 წლის ჩათვლით. თავარი იყოს ჯანმრთელი, დანარჩენს აქ ექიმთან ყველა პუნქტს გაივლის და დეტალურად გავისაუბრებთ ერთ-ერთში. სისხლის კომპონენტების ზოგადად სისხლის მეტნაკლებად დეფიციტი ქვეყანაში დგას და ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ესაჭიროება და ეს დახმარება. ეს შეიძლება იყოს თვითონ სისხლის კომპონენტებიც, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ონკოპაციენტებმა, ლეიკემით დაავადებულმა ბავშვებმა და არა მხოლოდ ბავშვებმა. ჩვენ წელიწადში ორჯერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მინიმუმ ღებულობს მონაწილეობას უანგარო სისხლის დონაციის აქციაში, რომელიც ეროვნული ცენტრის, ჩვენი იმერეთის სამმართველოსა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით და მერიის უშუალო ჩართულობით ხორციელდება. ჩვენ დავამთხვიეთ ივნისის თვე, იმიტომ რომ 14 ივნისი გახლავთ ლეიკემიის დაავადებულთა მსოფლიო დღე, გვინდოდა ამით გამოგვეხატა მათ მიმართ თანადგომა. მე პირადად გავხდით დონორი და ძალიან სასიამოვნო შეგრძნება, როცა იცი რომ შენ ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენაში მიიღე მონაწილეობა და უანგარო დონაციას ალტერნატივა არ აქვს ზოგადად ამ სისხლის დეფიციტის შევსებისთვის და ამიტომ ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ვფიქრობ, შესაბამისად ჩართულობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მეტნაკლებად გახლავთ დადებით თუ შეიძლება ასე ითქვას და ველოდებით ახლა ჩვენ დღეს დონორებს, რომლებიც აუცილებლად მობრძანდებიან, მათ მადლობას გადავუხდი, ასევე გადავუხდი მადლობას მერიას ჩართულობისთვის და თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის. დღეს მობრძანდა სისხლის ბანკი, ჩვენი ცენტრის აქტიურია და ჩვენი ცენტრიდანაც მიიღებენ დონორები მონაწილეობას. მე მინდა ვთქვა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება ერთი ადამიანის მიერ გაღებულმა სისხლმა მინიმუმ 3 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს, ამიტომ მოუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს აქტიურები ვიყოთ და დავეხმაროთ იმას, ვისაც ეს დღეს განსაკუთრებულად ჭირდება. ქვეყნის მთავარი საზრუნავია და ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, რომ ხელი შეუწყოს უანგარო დონაციის დანერგვას მთელ ქვეყანაში. მოგეხსენებათ, სისხლის კომპონენტებზე საჭიროება ყოველწლიურად იზრდება და ეს საჭიროება აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მოგეხსენებათ, სისხლის კომპონენტების საჭირო და აუცილებელი არის ბავშვთა ანემიურ ბავშვებში, დედების მშობიარობის დროს, ასევე ავარიების დროს, ონკოპაციენტებისათვის, ამისათვის ყოველთვის უნდა იყოს მარაგი ქვეყანაში, რომ უზრუნველყოფთ ამ პაციენტებზე სისხლის მიწოდებას. ვერთდები სისხლის დონაციის აქციას, ძალიან მნიშვნელოვანი აქცია არის ეს, რამდენიმეჯერ მაქვს მიღებული მონაწილეობა და ვთვლი, რომ ჰუმანური პროცესია თვითონ, როცა იცი, რომ ვიღაც ეხმარები ადამიანს, რომელსაც ჭირდება გადაუდებელი დახმარება და შენ რაღაც წვლილს შეიტან ადამიანის ჯანმრთელობის საქმეში. და ვიცით, რომ ყოველწლიურად იზრდება სისხლის კომპონენტების საჭიროება და ასე უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომ არსებობს ასეთი აქცია და მოხალისეობის და სურვილის შემთხვევაში ჩაერთონ და გაიღონ სისხლი უანგაროდ. მრავალ გზის, თუმცა სადღეისოდ უარი მითხრეს გარკვეულ გარემოებათა გამო, ისე კი წლების განმავლობაში მე თვითონ ჩართული ვიყავი ყოველთვის ამ აქციის განხორციელებაში და წიგნაკი მაქვს მათ შორის დონორობისა და მე მინდა ყველას მადლობა უთხრა, ვინც დონაციის უანგარო აქციაში ერთვება იმ ადამიანებს, ვისთვისაც სულერთი არ არის სხვისი ჯანმრთელობა და მოგეხსენებათ, ამ ადამიანებს შეუძლიათ
გადაარჩინონ ბავშვის დიდის არა აქვს მნიშვნელობა სიცოცხლე, რომლისთვისაც აუცილებელი არის სისხლი ან სისხლისგან დამზადილი პლაზმა და ასე შემდეგ. ახლა იქ სამედიცინო წიაღისეულებში ვერ შევალ, თუმცა შინაარსი მესმის ძალიან კარგად, რომ ეს დიდი საქმეა და თითოეულ მათგანს ეკუთვნის მადლობა. ყოველთვის აქტიურად ვიყავით ჩართული ამ ადამიანებთან, რომ გვემუშავა და მოგვეწოდებინა, აგვეხსნა, რომ მათი ჯანმრთელობისთვის ეს უნებელია აბსოლუტურად და ყოველწლიურად ყავს ჩვენ დონორები, რომლებიც ამ კეთილშობილურ საქმეს ახორციელებენ. იმიტომ რომ ამ გაჯერებულ ადამიანებს ვეხმარები, ღმერთის ხალობით, ღმერთმა კარგად ამყოფოს, მინდა რომ დავეხმარო, თუ რამე შემეძლება კიდე მიწვერში ვიქნები და ჩემთვის სისხლის გაცემა არაფერია, პირიქით მადლობა უფალს, ყველა კარგად ამყოფოს და ყოველთვის დავეხმარები გაჯერებულ ადამიანს. ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ორიონი ეხმოვანება ამ დღეს. დღეს ჩვენი ბავშვები, ბენეფიციარები, პირები მასპინძლობენ ზესტაფონს, აჩვენებენ მათ შემოქმედებას, მათ პროფესიულ უნარებს და ჩვენ ვამბობ, ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული ჩვენთაგანი მნიშვნელოვანია. ფიქრობ დღევანდელი დღე დაუვიწყარი იქნება თითოეული ზესტაფონისათვის. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ ხმამაღლა. ჩვენ ვართ და ჩვენ ვართ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი. ბავშვები და პირები მოგეხსენებათ ორიონი ახორციელებს 3 დიდ პროექტს. ეს არის 0-დან 7 წლამდე, სადაც ჩართული არიან 120 ბავშვი, 6-დან 18-მდე, სადაც 50 ბავშვია და 18 წლის ზემოთ, სადაც 36 პირი ღებულობს მომსახურებას. დღის ცენტრები, პატარები და დიდები, მე ეს მოვიხსენიებ ხოლმე ჩვენ ბავშვებს და პირებს, აჩვენებენ თავიანთ შემოქმედებას, თავიანთ პროფესიული უნარებს, რომლებსაც ისინი ცენტრში ეუფლებიან და უმასპინძლებენ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ზესტაფონელ საზოგადოებას. მეორე დღეა ზესტაფონის თეატრი რეგიონული განვითარების ფონდის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. 12-დან 14 ივნისის ჩათვლით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების სოფლების საჯარო სკოლების თეატრალური დასები თავიანთ სპექტაკლებს წარმოადგენენ. 12, 13, 14, 15 ივნისი რეგიონული განვითარების ფონდი აწყობს სასკოლო თეატრალურ ფესტივალს, სადაც 10 პარტნიორი სკოლის სხვადასხვა სოფლის სკოლები იქნებიან წარმოდგენილები ამ ფესტივალში. ჩვენი პარტნიორი სკოლები არიან და მოკლედ ძალიან საინტერესო ამბები გველოდება. თეატრალური ფესტივალი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლის რეგიონული განვითარების ფონდის თეატრალურმა დასმა გახსნა სპექტაკლით მე ბებია ილიკო და ილარიონი. ამავე დღეს წარმოდგენა ჰქონდა ახალციხის სოფელ კლდის საჯარო სკოლის თეატრალურ დასს. მან მაყურებელს პენტეროფობია უჩვენა. 13 ივნის ფესტივალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღრმაღელის თეატრალურმა დასმა გააგრძელა. ამის მერე კი სცენა ზესტაფონელ მოზარდ თეატრალებს დაეთმო. კვალითის სკოლის დასმა მუსუსი წარმოადგინა. მეორე სვირის საჯარო სკოლის თეატრმა კი სამანიშვილის დედინაცვალი. ორივე სპექტაკლის რეჟისორი ზურა აბესაძია. წელია, რაც სოფელი კვალის საჯარო სკოლა თანამშრომლობს რეგიონული განვითარების ფონდთან. ჩვენ მოსწავლეებმა მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება. ჩვენთან დადიოდა სტადის სკოლაში ბატონი ზურა აბესაძე, რომელმაც მოამზადა ჩვენი ბავშვები და დღეს სოფელი კვალის საჯარო სკოლა წარმოადგენს სპექტაკლს მუსუს. ეს პროექტი ჩემს სკოლაში, მეორე სვირის პირველ საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. არაერთი წრე უფასო, რომელიც აძლევს მოსწავლეებს საშუალებას განვითარდნენ კიდევ უფრო წინ გადადგან ნაბიჯი და მნიშვნელოვანი პროექტია სასკოლო საზოგადოებისთვის და რაც მთავარია მოსწავლეებისთვის, მოსწავლე ახალგაზრდობისთვის. განსაკუთრებულია ეს ფესტივალი.
მათთვის, იმიტომ რომ დამოუკიდებლად სპექტაკლში თან ესე დიდ სცენაზე ითამაშო, ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც პატარა მსახიობები. ჩემთვისაც ძალიან ემოციურია, მეც პირველად უნდა ვნახო, არ მაქვს ნანახი არაფერი აბსოლუტურად ამ ბავშვების და ჩემთვისაც მათი გამოსვლა დებიუტია. ჩვენი სკოლა არაერთი პროექტის მონაწილეა, მაგრამ ეს განსაკუთრებულია მინდა აღვნიშნო. თამაშობ ჯავახიშვილის მუშაში თანდილას როლს და ცოტა ნერვიულობ კიდევაც. ბევრი დაბრკოლება იყო, მაგრამ ვარდი უეკლად ვის მოუკრეფია და იმედია კარგად გამოვალ დღეს. იცი გვაქვს რომ მოვიგოთ. 14 ივნისს სცენა ახმეტელის სოფელ საკობიანოს, ბოლნიშის სოფელ დისველის, ადიგენის სოფელ ბოლაჯურის თეატრალურ დასებს დაეთმობა. ფესტივალს ჟიურიც ჰყავს, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობით არის დაკომპლექტებული. ფესტივალის საზეიმო დახურვა 15 ივნისს არის დაგეგმილი.